მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, თქვენი მყოფებით არხზე, ახალი სიცოცხლე, ახალი დაბადება ტაროსთან ერთად და დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლის თემა შეეხება ჩვენი ცნობის მოყვარეობის დაკმაყოფილების მიზნებს, ასე რომ ვთქვათ, და კითხვა მდგომარეობს შემდეგში, ვინ ხართ თქვენ მისთვის და რითი ხართ გამორჩეული მის გარშემო მყოფი სხვა ადამიანებისგან. ანუ ვინ ხართ, რას ნიშნავს, რას წარმოადგენს თქვენი პერსონა ჩაფიქრებული პიროვნებისათვის და ამავე დროს რითი ხართ მისი გადმოსახედიდან გამორჩეული სხვებისგან. იმისათვის რომ გავიგოთ ეს თქვენი გაშლა თუ არა, ეს გაშლა გვექნება ერთვარიანტად. დახუჭეთ თვალები, ჩაისუნთქეთ, ამოისუნთქეთ და ამავე დროს მე გავაკეთებ თქვენი სიტუაციის იდენტიფიკაციას. თუ აღწერილი სიტუაცია გამოგეხმაურათ, მაგ შემთხვევაში ეს გაშლა არის თქვენი, თუ არ გამოგეხმაურათ, იმ შემთხვევაში დაელოდეთ სხვა გაშლას. აქვე შეგახსენებთ ჩემო ძვირფასებო, რომ ამ კვირის ბოლომდე მოქმედებს მხოლოდ ფასდაკლება. ძალიან ბევრი ადამიანმა უკვე ისარგებლა და მიხარია ძალიან, რომ ხელა რეზონანსი ქონდა ამ ყველაფერს და კიდევ შეგახსენებთ, რომ რამოდენიმე დღე არის დარჩენილი. დღევანდელი დღე ფაქტობრივად აღარ არის ჩაწერები, შაბათი და კვირა არის დარჩენილი, მოკლედ ვისაც გნებავთ მოასწადით. ნახოთ ახლა რა სიტუაციაა თქვენს შორის ამ ეტაპზე რა ხდება. 4-იანი პენტაკლები, 9-იანი კვერთხები, 3-იანი ხმლები. საინტერესოა. კვერთხების რაინდი, კვერთხების მეფე, 6-იანი თასები, 7-იანი ხმლები, 7-იანი პენტაკლები და 6-იანი პენტაკლები. ჩემო ძვირფასებო, ეხლა რა სიტუაცია მოკლედ თქვენს შორის, აი ამ გაშლის მიხედვით, შემიძლია გითხრათ, რომ უმრავლეს შემთხვევაში ჩემი მსმენელებისა, ეს იქნება ჩაფიქრებული პიროვნება, სადაც თქვენ შორის იქნება გარკვეული ტიპის ან კონფლიქტი, ან რაღაცა იმედგაცრუება, რის ხარჯზეც თქვენი ურთიერთობა ახლა გადის მნიშვნელოვან ტრანსფორმაციას, იმიტომ რომ დასტის ბოლოს ჩვენ გვაქვს აქ პირდაპირ სიკვდილის არკანი, ანუ აი ნახეთ გველი, რომელიც ტყავს იცვლის. აი გადის თქვენი გამოცდასავით შეგვიძლია ვთქვათ, თქვენი ურთიერთობა გადის ერთგვარ გადაფასებას და აი ამ პროცესის გავლის შემდეგ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სულ სხვაგვარად წავა ის პროცესები, რაც მანამდე იყო. ამავე დროს სიტუაცია ალბათ ბევრის შემთხვევაში იქნება პაუზა, გარკვეული დისტანცია, იმიტომ რომ აქ 8-იანი კვერთხებიც მოდის და მოდის მაგიც, მაგრამ აი თითქოს გრძნობთ დიდ მიზიდულობას, დიდ ინტერესს მეორე მხარის მხრიდან, აი ჩაფიქრებული ადამიანის მხრიდან. თითქოს ეს ერთი შეხედვით ხელშესახები პროცესები არ მიდის თქვენ სივრცეში, იმიტომ რომ აქ არის მაგის არკანის და მაგის არკანზეც აი პეპელაა გამოსახული და პეპელაც ტრანსფორმაციის სიმბოლოა, სიკვდილის არკანზეც ტრანსფორმაციის სიმბოლოა გამოსახული და 8-იანი კვერთხებიც აი აჩვენებს ერთგვარ გაჩერებულ მდგომარეობას, თუმცა ის სწრაფად რო გინდა ამ პროცესის გავლა. ეს სავარაუდოდ ორივე თქვენგანის სურვილია, რომ მალე დასრულდეს და მალე შეიცვალოს ის სიტუაცია, რაც არის, იმიტომ რომ ორივე საკმაოდ მესაკუთრე ადამიანები ხართ და აქ თვითონ გამოვიდა პერსონაჟი კვერთხების მეფის სახით, ადამიანები, რომლებიც არ ხართ პრინციპში შეჩვეული წაგებას.
შეიძლება ესე ითქვას. ადამიანები, რომლებიც არ ხართ შეჩვეული წაგებას, მაგრამ ამ ეტაპზე, წაგებად თუ შეიძლება ეს ჩაითვალოს, გიწევთ მოცდა, დაცდა და გარკვეული ტკივილების, რომელიც არ არის მარტივი, ჩემო ძვირფასებო, გარკვეული ტკივილების ატანა და გატანა, ოღონდ სხვანაირი ფორმით. აი თითქოს სხვანაირი ფორმით, ვფიქრობ, რომ რაღაცა სიღრმეების გაცნობიერება მოგიწევთ ამ ურთიერთობაში და მოგიწევთ რაღაცა მოქნილად გაიაროთ რაღაცა პროცესი, არ ვიცი ეს რატომ მომდის თქვენ შემთხვევაში. რა ხდება? მოდი კიდევ ნახოთ რა სიტუაციაა თქვენ ორს შორის, რომ ზუსტად მიხვდეთ რა ხდება. ნახე კიდე რა სიტუაციაა. კვერთხების ტუზი, არკანი ვარსკვლავი და ხუთიანი კვერთხები. ხო, აი როგორია, იცი, ორი ლიდერი ადამიანის ურთიერთობაა აქ. აი და თითქოს აი რომელი გაიმარჯვებს ეს არის. ოთხიანი ხმლები. ხუთიანი პენტაკლები და არკანი განდეგილი. კი, აი ამ შემთხვევაში ახლა თქვენ მიერ ჩაფიქრებული სიტუაცია, ანუ ვინც ამ გაშლას უყურებს, მოკლედ კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ რეზონირდება, უყურებს უმრავლესობა ისეთი ადამიანებისა, რომელთა ურთიერთობაც არის გაჩერებული გარკვეული ტიპის კონფლიქტის საფუძველზე. და ეს კონფლიქტი გამოწვეულია იმით, რომ თქვენ ვერ შეძელით რაღაცა ტერიტორიების გაყოფა, ასე მარტივად რო ვთქვათ. აი ნახეთ, ორი ჯიქი ერთმანეთს როგორ რქებით ეჭიდება და არც ერთი არ თმობს პოზიციას. აი ეს არის. მოკლედ ეხლა მოგიწევთ, რომ გადააფასოთ რაღაცა სიტუაციები, მნიშვნელოვანი სიტუაციები, იმიტომ რომ ამ სიტუაციას აქვს ძალიან დიდი, კი ბატონო, ძალიან დიდი. ჩემო ძვირფასებო, აქ ბევრ შემთხვევაში ამ გადაფასების შემდეგ იქნება ახალი დასაწყისი, ნამდვილად იქნება ახალი დასაწყისი, იმიტომ რომ აქ მერე მოდის არკანი შეყვარებულებიც და იქნება ახალი არჩევანი და შეიძლება ზოგიერთ შემთხვევაში მოგიწიოთ აი ფუსფუსი, როგორც ფუტკარი ფუსფუსებს და თავიდან აშენებს ეს ნაბიჯ ძალიან მცირე ნაბიჯებით ნელა თავის ფიჭას, სადაც მერე აი თაფლს ასხავს, ხო და თაფლი შეიძლება ამ შემთხვევაში თქვენი ურთიერთობის ნაყოფი ჩავთვალოთ, მაგრამ ხანგრძლივი იქნება ეს პროცესი, აი იგივე ეტაპს გადიხართ ახლა თქვენ. ჯერ იქნება გადაფასება, იქნება ტრანსფორმაცია რაღაცეებს. მოგიწევთ, რომ ორივე თქვენგანმა სხვაგვარად შეხედოთ. მერე კი თუ გადაწყვიტავთ, დაიწყოთ ახალი ეტაპი და სხვათა შორის ეს ყველას არ შეეხება, მაგრამ ეს გადაფასება არაპირდაპირ შეიძლება უკავშირდებოდეს მესამე ადამიანს, რომელიც ეხლა აქტიურად არ არის სცენაზე წარმოდგენილი, მაგრამ შეიძლება წარსული ურთიერთობა გქონდათ რომელიმეს და ამანიჩინა თავი ან რაღაცა ესეთი სიტუაცია მაქვს, მოკლედ აი ამ გაშლაში. მოკლედ თუ რეზონირდა, გაანაგრძეთ ყურება, თუ არა და ძალიან დიდი მადლობა, ვინც აქამდე მისმინეთ, მიყურეთ და თუ თქვენი არ არის ეს გაშლა, დაელოდეთ სხვა გაშლას. ეხლა კი გადავიდეთ ჩვენს ძირითად კითხვაზე, როგორი ადამიანი ხართ თქვენ ჩაფიქრებული პიროვნების თვალში, ხო? აი როგორი ადამიანი ხართ ჩაფიქრებული პიროვნების თვალში. ნახოთ აბა ვინ მოვა. როგორ აღგიქვამთ თქვენ მიერ ჩაფიქრებული პიროვნება. მეგობრებო, არ დაგავიწყდეთ არხის მოწონება, გამოწერა, გაზიარება და აუცილებლად დაკომენტარება, თუ რეზონირდა ეს კონკრეტული გაშლა თქვენს შემთხვევაში. ნახოთ როგორი ადამიანი ხართ. არკანი სამართლიანობა. ნახეთ რა საოცარი არკანია ამ დასტაზე, არკანი სამართლიანობა. თქვენ ხართ თემიდას
განსახიერება, თქვენ ხართ ძალიან რასაოცარი არკანი მთვარე, ისევ მეორე მაღალი არკანი მოვიდა. თქვენ ხართ ადამიანი, 6-იანი პენტაკლები, კი ბატონო. თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც არაჩვეულებრივად ფლობს აღებ-მიცემობის ბალანსს. ანუ თქვენ შემთხვევაში ძალიან კარგად არის და ჯანსაღად არის ენერგეტიკული მიმოცვლა ამ ადამიანთან. ანუ რასაც თქვენ გასცემთ, იგივეს იღებთ და რასაც მეორე ადამიანი თქვენ მიმართ გასცემს, თქვენც მზად ხართ, რომ ანალოგიური დაუბრუნოთ. ამავე დროს თქვენ ხართ ადამიანი, რომელსაც სხვათა შორის ბევრი საზოგადოების ბევრი ნაწილი უყურებს და აკვირდება. დააკვირდით ახლა აი აქ მთვარის არკანში ჩახატულია ქალი, სადაც აი ესე მგლები მოკლედ უყურებენ და ყმუიან, ხო? მგელი და ძაღლი. ანუ თქვენ ხართ პრინციპში პიროვნება საკმაოდ ბრძენი, საკმაოდ იდუმალიც ამავე დროს, იმიტომ რომ არკანის სამართლიანობაც ძალიან იდუმალი არკანია, ჩუმი არკანია, ამ ენერგიის მქონე ადამიანს არ უყვარს ბევრი საუბარი, რაც მთავარია, მაგრამ ძალიან კარგად ყველაფერს აანალიზებს, აკვირდება, დასკვნები გამოაქვს და თავისი სიმართლე უყალიბდება, მოდი ესე ვთქვათ, თავისი სიმართლე. აი აქაც ყველა არკანზე, აი 3 არკანი ამოვიღე და 3-ვე არკანზე პირდაპირ აი პერსონაჟი გამოსახული, რომლის სიტყვასაც ითვალისწინებენ, პატივს სცემენ და თითქოს როგორი სიტუაცია იცით თქვენ შემთხვევაში, ორი პიროვნებაა თქვენში, ამითი ხართ თქვენ საინტერესო, რომ თქვენი გარკვეული ნაწილი არის ძალიან იდუმალი, გასაიდუმლოებული და ამავე დროს შეიძლება თქვენი მეორე ნაწილი იყოს აი ესეთი საზოგადო პერსონა, როგორც იტყვიან, ანუ ადამიანი, რომელიც საზოგადოებაში, ხალხში ხშირად ჩანს, მას აზრს ეკითხებიან, პატივს სცემენ, თუმცა უმრავლესმა მათგანმა არ იცის რა ხდება რეალურად ამ ადამიანის თუნდაც ოჯახში, შიგნით, გულში, სულში, რას ფიქრობს, ხო? ეს ერთგვარ იდუმალებას გძენთ თქვენ, შეიძლება ასე ითქვას. კიდე როგორ ადამიანად აღიქვავთ, აბა ვნახოთ. 9-იანი ხმლები, თასების რაინდი და არკანის სამყარო. არკანის სამყარო. ძალიან საინტერესოა. ანუ თქვენ შემთხვევაში 10-იანი ხმლები. იცით რა არის ჩემო ძვირფასებო, 5-იანი ხმლები, 9-იანი კვერთხები. ძალიან უცნაურია. თქვენ შემთხვევაში როგორ ადამიანად აღგიქვამთ და თქვენთან მეტოქეობა, თქვენთან კონკურენცია საკმაოდ რთულია, შეიძლება ითქვას და ეხლა ეს ადამიანი შესაძლოა თავს გარკვეულწილად დამარცხებულადაც კი თვლიდეს. კი, არკანი მაგი პირდაპირ მოვიდა აქ. აი ძალიან არკანი იეროფანტი, ღმერთო ჩემო. 6-იანი ხმლები, კი, ანუ თქვენ გაქვთ ძალიან ძლიერი ენერგეტიკა, დასტის ბოლოს გვაქვს არკანი მეტლე. უძლიერესი ენერგეტიკა გაქვთ იმ ნაწილში, რომ შეიძლება აი დაანგრიოთ რაღაცა და თავიდან ააშენოთ. ოღონდ ეს დაანგრევა და თავიდან აშენება თქვენ თუ არ გინდათ, ანუ ერთი ხელის მოსმით შეიძლება დაასრულოთ იქ ყველაფერი. ამავე დროს აი თქვენში არის აი ორი ურთიერთსაწინააღმდეგო, ხა აი აქ მაგი და იეროფანტი, ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ენერგია, იქიდან გამომდინარე, რომ ერთი ენერგია არის ძალიან ჩქარი, ძალიან სწრაფი, ძალიან აქტიური, აი ყველაფერი რო გუშინ უნდა, აი ესეთი პიროვნება, რაღაც ძალიან როგორ გითხრათ, აი ორიენტირებული შედეგებზე. მეორე ენერგია, რომელიც ასევე თქვენში არის, ძალიან გონიერი, ძალიან დინჯი, გაწონასწორებული, რაციონალური და აი ვერ ამოხსნა ამ ადამიანმა თქვენ რეალურად ვინ ხართ. აი ეს ყველაფერი ქმნის თქვენს ძალიან დიდ იდუმალებას, აი ფარდას, რაღაცა ისეთ ფარდას, რომელი ფარდის უკანაც
არის თქვენი რეალური მე, მაგრამ ამ ადამიანისთვის საინტერესო სწორედ იმიტომ გახდით, რომ ვერ შეეხო, ვერ ჩაწოდა ამ თქვენ რეალურ პიროვნებას. ესეთი ადამიანი ხართ თქვენ მის თვალში. მოდი კიდე ამოვიღებ 3 არკანით როგორი ხართ და მე გადავიდეთ ვინ არის მის გარემოცვაში, ანუ რითი ხართ განსხვავებული სხვებისგან, ვნახოთ კიდე რითი გამოგარჩევთ ეს ადამიანი სხვა საზოგადოების სხვა ნაწილიდან. ისევ მოვიდა არკანი იეროფანტი კი. არკანი 6-იანი ხმლები, 2-იანი პენტაკლები. ძალიან გამოცდილი, ძალიან სასწაული აღმერთოთ ასების ტუზი, 10-იანი კვერთხები, არკანი იმპერატრიცა. თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც ჯერ ერთი მოდი დავიწყოთ იქიდან, რომ არის ძალიან გამოცდილი. მეორე დავიწყოთ იქიდან, რომ გაქვთ ძალიან მგრძნობიარე და ჰუმანური ბუნება ამავე დროს. თუმცა იეროფანტის არკანით ამავე დროს შეიძლება იყოთ ძალიან მკაცრი, სტრუქტურირებული, ფორმაზე ორიენტირებული, გამოვლინებაზე ორიენტირებული, ანუ ძალიან ისეთი საიმიჯო პერსონა ხართ, რაც გამოგარჩევთ სხვა ადამიანებისგან მის სივრცეში, ანუ საიმიჯო პერსონა მგულისხმობ იმას, რომ გარეგნულად ხართ სულ სხვა ადამიანი, შეიძლება შინაგანად ხართ სულ სხვა, მაგრამ ეს არ არის იმის გამო, რომ თამაშობთ, ეს თქვენი რეალურად ორმაგი ბუნების შემადგენელი ნაწილია, ყველაზე კარგი გაგებით აი ამ სიტყვისა. ეს ხდით განსაკუთრებულად საინტერესო პიროვნებას და განსაკუთრებულ სიღრმეს განიჭებთ როგორც ადამიანს. ნახოთ ახლა ის დანარჩენი საზოგადოება, ვინც ჩაფიქრებული პიროვნების სივრცეში არიან, ვინ არიან ზოგადად და რა კატეგორიასთან აქვს საქმე და ესე რატო აღფრთოვანდა თქვენით. ნახოთ აბა. ათიანი პენტაკლები, 6-იანი კვერთხები, 8-იანი კვერთხები, 2-იანი კვერთხები, 3-იანი კვერთხები და ხმლების მეფე, არკანი სამსჯავრო. ჩემო ძვირფასებო, პირველ რიგში რაც მინდა რომ აუცილებლად გითხრათ, არის ის, რომ ამ ადამიანის სივრცეში შესაძლოა არსებობდეს ისეთი ადამიანები, რომლებზედაც ეს პიროვნება თვითონ ზრუნავს, იმიტომ რომ აქ 10-იანი პენტაკლების ეს კი არის საპირისპირო მნიშვნელობის მქონე დასტა, მაგრამ აი ზუსტად საპირისპირო მნიშვნელობით ჩრდილოვანი მხარე ამოწია ამ დასტა 10-იანი პენტაკლების. ზოგადად ახლა ყველა ადამიანის ცხოვრებაში შეიძლება იყოს ვიღაცა, ვიზეც ვზრუნავთ და ზრუნვის ობიექტი ყველა ჩვენთაგანს გააჩნია, მაგრამ ნახეთ, თქვენ ჩვენ ხო კითხვა ესე დავსვით, რომ რითი განსხვავდებით თქვენ იმ საზოგადოებისგან, რომელშიც ეს ადამიანი იმყოფება, ხო? თქვენ ამ პიროვნების დახმარება არაფერში არ გჭირდებათ რეალურად, თქვენ ხართ პერსონა. თქვენ ხართ ადამიანი, რომელსაც აქეთ აკითხავენ დახმარებისთვის. აი მის სივრცეში არის უმრავლესი ადამიანი ისეთი, აი სულ კვერთხების ენერგია და თან მით უმეტეს სულ საპირისპირო სახით დადგა. ანუ მის სივრცეში არის სულ ადამიანების ისეთი უმრავლესობა, ვისი ამოყვანაც უწევს ამ პიროვნებას გარკვეული სირთულეებიდან, ან რაღაცა მატერიალური სიდუხჭირიდან, ან ცოდნას აძლევს. იმიტომ რომ თვითონაც ძალიან ძლიერი პერსონაჟია, იმიტომ რომ აქ მოვიდა სამსჯავროს არკანი, მის ცხოვრებაში ეს ადამიანი ვის ცხოვრებაში შედის, თვითონ ეს პიროვნებაც არის ძალიან კარმული, ანუ მნიშვნელოვან ცვლილებებს იწვევს სხვა ადამიანების ცხოვრებაში. ხმლების მეფე მოვიდა აქ, ანუ თვითონ არის ძალიან გონებამახვილი, ძალიან
გამჭრიახი და ინამახვილიც ამავე დროს, თუმცა საკმაოდ ისეთია თავშეკავებული პიროვნებაა. შეიძლება იცით რა არის, ეხლა აქ მეფის ენერგიით აჩვენა ამ ადამიანის ენერგია. შეგახსენთ, რომ შეიძლება ქალიც იყოს, კაციც იყოს, მაგრამ აი მეფე უნდა იყოს ზუსტად ესეთი, ანუ უწევს ამ ადამიანს, რომ იფიქროს სხვებზე და სხვებისთვის. და აი თქვენს შემთხვევაში სხვებზე ფიქრი, ანუ თქვენზე ფიქრი მოუწევს ძალიან დადებით კონტექსტში, ძალიან სასიამოვნო კონტექსტში და არა იმ კონტექსტში, რომ რაღაცა თქვენ გადაგარჩინოთ, რაღაცა სირთულიდან დაგიხსნათ, დაგეხმაროთ და ასე შემდეგ. მიხვდით, ამას გააკეთებს სიამოვნებით თქვენს შემთხვევაში და ის სხვებთან ეს არის უკვე ერთგვარი ვალდებულება, რაც მის სივრცეში ახლა ხდება. ნახოთ კიდე რა ხდება. კი, აი არკანი მთვარე მოვიდა. ნახეთ რა მძიმე ენერგიებში ამოდის, ესეც ამოტრიალებული ენერგიით მოვიდა, ანუ გახრიოკებული, გაუბედურებული სიტუაციაა, სადაც ამ ადამიანს თვითონ უწევს ღმერთო ჩემო, 7-იანი თასები, ყველა ენერგია ამოდის რაღაც უარყოფითი კონტექსტით. ამ ადამიანს უწევს იზრუნოს ძალიან ბევრ. აი ნახეთ, დააკვირდით. 5-იანი პენტაკლები, ესეც ამოტრიალებულად მოვიდა, იზრუნოს ძალიან ბევრ ადამიანზე მის გარშემო. არ ვიცი, შეიძლება დიდი ოჯახი აქვს, არც ეგ არ არის გამორიცხული, რაღაცა დედა, მამა, და, ძმა, რაღაც ეს სანათესაო, არც ეგ არ არის გამორიცხული, იმიტომ რომ იმდენი პერსონაჟი მოვიდა და იმდენი საკითხი მოვიდა, რაც რის გადაწყვეტაც ამ ადამიანს უწევს, ხო? არ გამოურიცხავ, რომ დიდი ოჯახის კი, აი ძალიან რთულად არის ჩემო ძვირფასებო აქ საქმე. 3-იანი პენტაკლები. კი ბატონო. მოკლედ, ბევრი რო არ გავაგრძელო. აი ნახეთ, ოჯახი თუ აქვს თქვენ მიერ, აი ოჯახი ვახსენე წეღან და აქაც მოვიდა ოჯახი. აი როგორი ესე რომ დგარიყო ეს არკანი, ხო, ვიტყოდი რომ ყველაფერი კარგად აქვს თქო, მაგრამ აი ესე დგას, არკანების უმრავლესობა არის ესე და არა და დასტაი დააკვირდით, პოზიტიურად მიჭირავს წესით ხელში, მაგრამ ესე ამოდის. მოკლედ, რო არ დაგთრგუნოთ, განსხვავება ისე დადებით ნოტაზე რომ დავასრულოთ ჩვენი გაშლა, განსხვავება რითიც დავუშვათ მისი ჩვეული სტანდარტული საზოგადოებისაგან თქვენ გამოირჩევით, ნიშნულოვანი ტესტია, მკვეთრი სხვაობა არის ზუსტად ის, რომ თქვენ ადამიანებისგან არ ითხოვთ და მით უმეტეს ამ პიროვნებისგან აბსოლუტურად არაფერს არ ითხოვთ. ერთადერთი რაც შეიძლება დაუშვათ მისგან გჭირდებოდეთ, არის უბრალოდ თანასწორობა, იმიტომ რომ თქვენი პირველი არკანი ამოვიდა სწორედ სამართლიანობა, არის თანასწორობა, არის თანამშრომლობა და ერთმანეთის გაძლიერება. ყველა კონტექსტში, ანუ ეს იქნება პარტნიორობის ნაწილში, ეს იქნება პირად სასიყვარულო ურთიერთობის თემაში, ეს იქნება სამსახურეობრივ კონტექსტში თუ როგორც გინდათ. ანუ თქვენ დახმარება აქეთ არ გჭირდებათ და ძირითადი კონტინგენტი რომელ ადამიანებთანაც რა ტიპის ადამიანებთანაც თქვენ მიერ ჩაფიქრებულ პიროვნებას აქვს კავშირი, სწორედ მისგან ელოდებიან დახმარების ხელს. ეს არის ის, რამაც ეს პიროვნება თქვენში აღაფრთოვანა, აღტკინებულია, ასე რომ ვთქვათ, თქვენთან მიმართებაში და ეს არის ის მოწონების ის ცეცხლი, რაც იწვევს უდიდეს ინტერესს თქვენ მიმართ ამ პიროვნების მხრიდან. კიდე ერთხელ ვამბობ, ანუ ეს გაშლა ეხება იმ ადამიანებს, ვინც მოусმინა იდენტიფიკაციას და იქ იდენტიფიკაციაში აღწერილი პროცესები თქვენს სიტუაციებს მიესადაგა და გამოეხმაურა. აი ესეთი იყო ჩემო ძვირფასებო ჩვენი საჯარო გაშლა, დღევანდელი საჯარო გაშლა, არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა, ვიდეოს მოწონება და კომენტარება, დამიწერეთ კომენტარებში რამდენად რეზონირდა, თქვენი იყო, არ იყო და ასე შემდეგ და მოკლედ ვისაც არ გისარგებლიათ აქციით, შეგახსენებთ რომ დარჩენილია მხოლოდ 2 დღე და თუ გნებავთ, შეგიძლიათ
ჩაეწეროთ და მოასწროთ აი ამ სააქციო პირობებით სარგებლობა. გისურვებთ ბედნიერ საღამოს, ბედნიერ უქმეებს და შევხვდებით უახლოეს მომავალში. დროებით.